აშშ-მ პოლონეთს სერიოზული გაფრთხილება გაუგზავნა. რუსეთის შეჭრა გარდაუვალია. როდესაც პუტინი უფრო და უფრო ღრმად ეშვება იმ სიგიჟეში, რომელიც უკრაინაში მისი სრული მარცხის შედეგად წარმოიშვა, ის ეძებს ყველაფერს, რაც დაეხმარება ძალაუფლების შენარჩუნებაში. მისი გამოსავალია ნატო ახალ მტრად გამოაცხადოს. და ახლა ის რაღაც ბნელს გეგმავს, რასაც არავინ ელოდა ასე მალე. პუტინი ფიქრობს, რომ პოლონეთზე თავდასხმა ყველაფერს მოაგვარებს. პუტინი ცდება, ეს მისი ბოლო სულელური შეცდომა იქნება. 3 ივლისს ეს ამბავი გავრცელდა. აშშ-მ პოლონეთს გააფრთხილა, რომ რუსეთი პოლონეთის ტერიტორიაზე შეიარაღებულ პროვოკაციას გეგმავს და ეს პროვოკაცია უფრო ადრე, ვიდრე გვიან მოხდება. ტელეგრაფი იუწყება, რომ ეს ინფორმაცია მოდის წყაროებიდან, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ პოლონეთის პრეზიდენტ ჰაროლდ ოფროკისთან და ჩანს, რომ რუსეთის თავდასხმა სავარაუდოდ პოლონეთის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას შეეხება. მთავარი კითხვა ისაა, როგორ განახორციელებს რუსეთი თავის თავდასხმას. ზოგიერთი ფიქრობს, რომ რაკეტები და დრონები პოლონეთში შეიფრენენ უკრაინის გვერდის ავლით, რათა სამხედრო ობიექტებს დაარტყან. სხვები მიიჩნევენ, რომ სახმელეთო შეჭრაც შესაძლებელია, შესაძლოა ბელარუსის დახმარებით და ასევე კალინინგრადის რუსული ექსკლავის ჩართვით. ერთი რამ აშკარაა. რუსეთი რაღაც ბნელის ჩასადენად ემზადება. რატომ უნდა დაესხას პუტინი პოლონეთს მაშინ, როცა ჯერ კიდევ უკრაინაში წამგებიან ომშია ჩაფლული? სადაო საკითხია. თუმცა როგორც ჩანს, რუსეთის ლიდერი უფრო პროვოკაციას ცდილობს, ვიდრე სრულმასშტაბიან შეჭრას. ეს ხშირად მისი სტილია. იდეა არის დაძაბულობის გამწვავება და პანიკის შექმნა რაღაც უფრო დიდი მოვლენების წინ, და ეს არის სტრატეგია, რომელსაც პუტინი არაერთხელ იყენებდა წარსულშიც. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის თავდაპირველი აგრესიული ქმედებები უკრაინაში 2014 წელს მსგავსი პროვოკაცია იყო, რომელიც წინ უძღოდა სრულმასშტაბიან შეჭრას, რაც 8 წლის შემდეგ მოხდა. იდეა არის დარტყმის მიყენება უცოდინარობის მოჩვენებით, რითაც აიძულებენ საპასუხო ქმედებას, რის შემდეგაც რუსეთის პროპაგანდის მანქანა გამართლებების ტირაჟირებას იწრებს. ჯერ არ ვიცით ეს თუ არის პუტინის გეგმა, მაგრამ რაც ვიცით ისაა, რომ ნატოს შიგნით ბევრი ფიქრობს, რომ რუსეთი ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი ომისთვის ემზადება, ვიდრე ის, რასაც უკრაინაში ვხედავთ, და ეს მზადებები შეიძლება უფრო მალე დასრულდეს, ვიდრე ვინმე სურს. გერმანიის გენერალ-ლეიტენანტმა და არმიის ინსპექტორმა ქრისტიან ფროიდინგმა უკვე გააფრთხილა, რომ რუსეთი 2029 წლისთვის მზად იქნება ნატოს პარტნიორზე შეჭრისთვის. თუ პოლონეთზე თავდასხმა მოხდება, რუსეთი 3 წლით ადრე იქნება დაგეგმილზე, ან შეიძლება სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის ემზადებოდეს, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ განხორციელდება. პოლონეთი აშშ-ს გაფრთხილებას უკიდურესად სერიოზულად ეკიდება. გაფრთხილების შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას სერიოზული პრობლემა აქვს. არ მინდა ვინმე შევაშინო, მაგრამ მომავალი თვეები ნამდვილად კრიტიკული შეიძლება იყოს. ასევე ომის ცვალებადი ხასიათის გამო ეს შეშფოთებები განსაკუთრებით შესამჩნევია ბალტიისპირეთის ქვეყნებში, განაცხადა ტუსკმა, რითაც მიანიშნა, რომ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეს ის კიდევ უფრო ფართოდ აღიქვამს, ვიდრე ამას აშშ-ის გაფრთხილება მიანიშნებს. პრობლემა მხოლოდ პოლონეთს არ აქვს. მთელ ბალტიისპირეთს მოუწევს რუსეთთან გამკლავება, თუ ის შეჭრას გადაწყვეტს. თუმცა ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად პოლონეთში პანიკა არსუფებს. არ შეგოშინდეს. ჩვენ ვემზადებით სხვადასხვა სიტუაციისთვის, მაგრამ ვერ უგულებელყოფთ მათ. ჩვენ ვიცით საფრთხეების შესახებ, ასევე ჩვენი მოკავშირეებისგან მიღებული ინფორმაციის წყალობით, განაცხადა მან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პოლონეთი მზად არის ყველაფრისთვის, რასაც რუსეთი მის მიმართ გამოიყენებს. და დონალდ ტუსკი სრულიად მართალია, რომ მშვიდად თავდაჯერებული გძნობს თავს. თუ რუსეთი მართლაც გადადგამს ნაბიჯს და აშშ-ის გაფრთხილება გამართლდება, პუტინი პოლონეთზე ადვილ გამარჯვებას ვერ მიაღწევს. ის ყველაზე დიდ შეცდომას დაუშვებს მას შემდეგ, რაც უკრაინაში თავისი ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რადგან ამით რუსეთს ისეთ მარცხს მოუტანს, რომ ვერც ქვეყანა და ვერც თავად პუტინი ვეღარასდროს აღდგებიან. მაგრამ მალე განვიხილავთ, რატომ შეიძლება ეს იყოს პუტინის ყველაზე დიდი შეცდომა. ჯერ კი ვნახოთ, რას გეგმავს რუსეთი. ვარაუდები ბევრია, მაგრამ ორი ყველაზე სავარაუდო მოქმედების გეგმა ისაა, რაც უკვე ვახსენეთ. დრონებით დარტყმები პოლონეთის ინფრასტრუქტურაზე ან საზღვრის გადაკვეთა ქვეითებით. მეორე სცენარი უფრო შემაშფოთებელია, თუმცა რუსეთი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ სრულმასშტაბიანი სახმელეთო შეჭრა დაიწყოს, იმის გათვალისწინებით, რაც უკრაინაში ხდება. ამის ნაცვლად, როგორც ტელეგრაფის წყარო ამბობს, რუსეთი სავარაუდოდ პოლონეთის საზღვარს იქით მცირე რაოდენობის რუს და შესაძლოა ბელარუს ჯარისკაცებს გადმოიყვანს, როგორც ერთგვარ ტესტს. პუტინის იდეალურ, თუმცა დამახინჯებულ სამყაროში პოლონეთი მაშინვე ესვრის ამ ჯარისკაცებს, რის შემდეგაც პუტინი შეძლებს ამ ინციდენტის პროპაგანდისტულად გამოყენებას. ნახეთ, ჩვენ უბრალოდ უდანაშაულოდ შევდიოდით პოლონეთის ტერიტორიაზე და მათ ესროლეს. ვაიმე, რუსეთი ყოველთვის მსვერპლია. ეს ძლიერი პროპაგანდა არ არის, მაგრამ პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მას მხოლოდ ყველაზე სუსტი საბაბიც კი ყოფნის იმის გასაკეთებლად, რაც სინამდვილეში სურს. უფრო რეალისტურად რომ ვთქვათ, რუსეთის ძალების პოლონეთში შესვლა იქნება პროვოკაცია, რომელიც პოლონეთს აიძულებს აშშ-ის მონაწილეობით რაიმე სახის მოლაპარაკებების სცენაში შევიდეს. ეს მოსკოვისთვის კიდევ ერთ გამარჯვებად ჩაითვლება, იტყობინება ტელეგრაფი.
თუ პოლონეთი გადაწყვეტს მოლაპარაკებების გზით გამოვიდეს ამ სიტუაციიდან, ვლადიმერ პუტინი შეძლებს იტრაბახოს, რომ რუსეთის არმიის უზარმაზარი ძალა პოლონელებისთვის ძალიან დიდი აღმოჩნდა და პოლონეთს რუსეთისგან თავის დასაღწევად საკუთარი ძალის ნაცვლად მოლაპარაკებების მაგიდაზე დაკვრთნობა მოუწია. და თუ ვლადიმერ პუტინი თავს ირბლიანად იგრძნობს, შეიძლება სცადოს კიდეც, რომ მოლაპარაკების ფარგლებების ფარგლებში პოლონეთისგან უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა მოითხოვოს. ვლადიმერ პუტინი ცდილობს შექმნას სიტუაცია, სადაც გამარჯვება შეუძლებელია და შეიძლება ეს მართლაც გამოუვიდეს. რუსეთი ნამდვილად აგროვებს ძალებს, ისე თითქოს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე შეტევისთვის ემზადება. თუ არა პოლონეთის გავლით, მაშინ შესაძლოა ბალტიის ან ჩრდილოეთის ქვეყნების მიმართულებით. როგორც გამოცემა პოლიტიკო აღნიშნავს, სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ რუსეთი ზრდის სამხედრო ძალებს ფინეთთან საზღვარზე, ასევე რამდენიმე სხვა ქვეყანასთან, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან. ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და დანიის ოფიციალური პირების მიერ შეგროვებული დაზვერვის მიხედვით, ეს საზღვრის გაძლიერება იმდენად ძლიერი იქნება, რომ რუსეთს საშუალება ექნება ჩრდილოეთისა და ბალტიისპირეთის ტერიტორიების საზღვართან დაახლოებით 115,000 ჯარისკაცი განათავსოს. მახსენდება გამონათქვამი. კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს. პოლონელებს ახლა ეს გამონათქვამი გაახსენდებათ. არსებობს რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც ემზადებიან სწორედ იმგვარი სცენარისთვის, რის შესახებაც აშეთეშო აფრთხილებს. მაგალითად, პოლონეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნების შორის ფინეთთან და ბალტიის სამ ქვეყანასთან, ესტონეთთან, ლატვიასთან და ლიტვასთან ერთად, რომლებმაც დატოვეს ოტავის კონვენცია, რომელიც კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოპენებას. ყველა ეს ქვეყანა ამტკიცებს, რომ რუსეთს ეს კონვენცია არასდროს მოუწერია და ის იყენებს ამ ტიპის ნაღმებს უკრაინაში. ამიტომ რომ კონდეთ ეს ნაღმები რუსების წინააღმდეგ გამოსაყენებლად, განსაკუთრებით იმ ჯარისკაცების წინააღმდეგ, რომლებიც მზად არიან მათი საზღვრები გადაკვეთონ, მხოლოდ სამართლიანია. საფეთქებლების გარდა პოლონეთი ასევე ქმნის სასაზღვრო თავდაცვის სისტემას, რომელიც მოიცავს მასიურ ბეტონის ბარიერებს, დრონებს რუსული უპილოტო აპარატების წინააღმდეგ და სენსორებს მოახლოებული თავდასხმების გამოსავლენად. პოლონეთი ემზადებოდა. მას არ სჯერა, რომ პუტინი მხოლოდ თეორიულ საფრთხეს წარმოადგენს. საფრთხე რეალურია. ამას ამტკიცებს აშეთეშოს გაფრთხილება. და პოლონეთი აპირებს მზად იყოს, თუ სახმელო შეჭრა მოხდება. შემდეგ არის დრონები. ეს უფრო სავარაუდო რუსული ქმედებაა, თუნდაც იმიტომ, რომ წარსულში ვნახეთ, როგორ იყენებდა რუსეთი დრონებს პოლონეთის დასაშინებლად. სექტემბერში რუსეთმა პოლონეთის საჰაერო სივრცეში 19 დრონი გაუშვა, ამაც გამოიწვია რეაგირება, მათ შორის გამანადგურებელი თბილი თვითმფრინავების აფრენა და შინდარჩენის ბრძანება, რომელიც პოლონეთის სამ პროვინციაში გავრცელდა. ასე რომ რუსული დრონები პოლონეთისთვის ახალი არაფერია, თუმცა ის თავდასხმა, რის შესახებაც აშშ აფრთხილებს, უფრო მასშტაბური იქნებოდა, ვიდრე უბრალოდ რამდენიმე სატყვარა დრონის გაგზავნა რუსეთის მხრიდან თავდაცვის სისტემების შესამოწმებლად. ეს იქნებოდა რეალური თავდასხმა, რომელშიც დრონები პოლონეთის ინფრასტრუქტურას დაუმიზნებდნენ, შესაძლოა სამხედრო ბაზებს ან ენერგეტიკულ ობიექტებს დაარტყამდნენ. დრონებით თავდასხმა შესაძლებელია, რადგან პუტინს შეუძლია თვალებში გიყუროს და მოგატყუოს ამაზე. არა, პოლონეთში დრონების გაგზავნა არ გვიგულისხმია. პუტინი იტყოდა, რომ GPS სისტემებმა ვერ იმუშავა, თავისთვის ჩაიღიმებდა, როცა კიდევ ერთ პროვოკაციას დაუსჯელად ჩაიდენდა. რუსეთსაც შეუძლია მოიგონოს აბსურდული მიზეზი პოლონეთზე თავდასხმისთვის, თითქოს იქ რუსი ხალხის დევნა ხდება. მხოლოდ მაისში მიიღო რუსეთის სახელმწიფო დუმამ კანონი, რომელიც პუტინს სხვა ქვეყნებში შეჭრის უფლებას აძლევს რუსი მოქალაქეების დასაცავად. ეს ფართო ფორმულირება მიზანმიმართულია, რადგან მას შეუძლია პუტინის ნებისმიერ ქმედებას სხვა ქვეყნების წინააღმდეგ სულ მცირე რუსეთში ლეგიტიმურობის იერი მისცეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ამერიკის გაფრთხილება პოლონეთის მიმართ სერიოზულად უნდა მივიღოთ. რუსეთმა უკვე შექმნა იურიდიული საფუძველი. ის აშენებს სასაზღვრო ობიექტებს და უკვე აქვს კალინინგრადი პოლონეთის საზღვარზე, რომელიც მზადაა გამოიყენოს როგორც პლაცდარმი ნებისმიერი სახის შეჭრის ან აგრესიისთვის. მაგრამ აქ იწყება ცვლილებები. პოლონეთზე თავდასხმა პუტინს შეიძლება გენიოსურ ნაბიჯად მოეჩვენოს. ეს ასე არ არის. ესეთი თავდასხმა იქნებოდა ისეთი მასშტაბის შეცდომა, რომ პუტინის კარიერას სამუდამოდ დაასრულებდა. ახლა კი აგიხსნით რატომ, მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, ეს არის სამხედრო შოუ და სწორედ ესეთ ანალიზს გთავაზობთ ყოველ კვირას. გამოიწერეთ არხი და დააწკაპუნეთ ზარის ლილაკზე, რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი ვიდეოები. მაშ რატომ იქნებოდა პოლონეთზე თავდასხმა პუტინის ყველაზე დიდი შეცდომა? არსებობს სამი მიზეზი. დავიწყოთ იმით, რომელსაც პუტინი როგორც ჩანს ვერ აცნობიერებს. პოლონეთი ძლიერ სახელმწიფოს წარმოადგენს, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. რამდენიმე წუთის წინ პოლონეთის საზღვრის გაძლიერება ვახსენეთ. თუ პოლონეთი მხოლოდ ამას აკეთებდა, პუტინს არ მოუტევდა თავის შეჭრის გეგმებზე ნერვიულობა, მაგრამ ასე სულაც არ არის. პოლონეთი ნატოს ყველაზე დიდი თავდაცვითი ხარჯების მქონე ქვეყანაა, თუ შევადარებთ ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ MŠP-ს წილში. 2026 წელს პოლონეთი თავის სამხედრო ძალებზე MŠP-ს 4,8%-ს დახარჯავს, რაც უკვე ბევრად აღემატება ნატოს მიერ ადრე დასახულ 2%-იან მიზანს და თითქმის უახლოვდება 5%-იან ზღვარს, რომელიც ნატომ 2025 წლის სამიტზე 2035 წლისთვის დააწესა.
პოლონეთი ასევე უკრაინის დიდი მხარდამჭერია რუსეთის წინააღმდეგ ომის განმავლობაში. მან ომის დაწყებისთანავე უკრაინას 300 ტანკი გაუგზავნა, ასევე артиლერია, ჯავშან ტექნიკა და კიდევ ბევრი სხვა სახის დახმარება. ნატოში პოლონეთზე უფრო დიდი არმია მხოლოდ აშშ-ს და თურქეთს ჰყავთ, ხოლო პოლონეთი მილიარდობით დოლარს ხარჯავს თანამედროვე ამერიკულ იარაღზე, რომელიც რუსეთს უკრაინაში სერიოზულ პრობლემებს უქმნის. პოლონეთი ასევე ევროპის ბევრ ქვეყანას უსწრებს დრონების მიმართულებით. მან 2026 წლის დასაწყისში დრონების საწინააღმდეგო სისტემების განვითარებაში 1,7 მილიარდი დოლარი ჩადო. ჯეიმსტაუნის ფონდი ამატებს, რომ პოლონეთი უკვე შთამბეჭდავი მიღწევებით არ კმაყოფილდება. ქვეყანას აქვს ამბიცია, რომ 2030 წლისთვის ევროპაში სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი გახდეს, რაც ნაწილობრივ ხსნის იმ მასშტაბურ ხარჯებს, რასაც ახლა ვხედავთ. პოლონეთი ასევე აქტიურად მუშაობს თავისი სამხედრო ძალების რაოდენობის გაზრდაზე. მისი მიზანია ჰყავდეს 300,000 მოქმედი სამხედრო და 200,000 რეზერვისტი, რაც საერთო ჯამში 500,000-იან მუდმივ არმიას ნიშნავს. პოლონეთი კიდევ უფრო ცდილობს გაუმჯობესოს თავისი საზღვაო ძალები და უკვე მოაწერა ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც მას A-26 ტიპის წყალქვეშა ნავების შეზის შეძენის შესაძლებლობას მისცემს. ამ ყველაფერმა პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მოადგილე მინისტრს პაველს ზალევსკის მისცა საფუძველი, რომ თავისი ქვეყანა ევროპის ყველაზე ძლიერად გამოაცხადოს. ჩვენ გვყავს ყველაზე დიდი სახმელეთო ნატოს არმია ევროპაში და ყველაზე დიდი შესაძლებლობები, ამბობს ზალევსკი და ამატებს. ჩვენ ვსწავლობთ გაკვეთილებს, რომლებიც უკრაინამ მოგცა. ეს აჩვენებს, რომ ომში მყოფ ქვეყანას უნდა კონდეს ძალიან მოკლე მომარაგების ჯაჭვები, ამიტომ ჩვენ ამ შესაძლებლობაში ვწვდებთ ინვესტიციას. ამაში არაფერია ტალბი ან გადაჭარბებული. პოლონეთი არ არის იმ საქმეში, რომ ძალა მხოლოდ სიტყვებით აჩვენოს და არა საქმით. ქვეყანა ძალიან სერიოზულად ეკიდება ევროპის სამხედრო ზესახამწიფოდ გადაქცევას, რადგან იცის, რომ პუტინის რუსეთისგან მომდინარე საფრთხე ძალიან რეალურია. თუ პუტინი მართლაც შეეცდება შეჭრას, მას ადვილი მოწინააღმდეგე არ ეყოლება. მას დაუპირისპირდება ერი, რომელმაც სწორედ ასეთი სიტუაციისთვის დიდი თანხები დახარჯა. ასევე ახალი არმია, რომელიც უპირისპირდება გადაღლილ რუსულ სამხედრო ძალას, რომელსაც გამოცდილი ჯარისკაცები არ ჰყავს. უკრაინაში 1,4 მილიონზე მეტი ადამიანის დაკარგვისა და უკრაინაში შეჭრის შედეგად ტექნიკის განადგურების გამო. ჩვენ არ ვამბობთ, რომ რუსეთის შეჭრა პოლონეთში სასტიკი არ იქნება, ნამდვილად იქნება. მაგრამ რუსეთის არმია შეეჯახებოდა დიდ, ძალიან კარგად აღჭურვილ არმიას, რომელსაც უკრაინასთან იმდენად მჭიდრო კავშირი აქვს, რომ დრონების ძალას ძალიან სწრაფად გაზრდიდა. და არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ პოლონეთი ნატოს წევრია. ეს არის მეორე მიზეზი, რატომაც პოლონეთზე თავდასხმა პუტინის ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა. თუ რუსეთი იმდენად უგუნური აღმოჩნდება, რომ ჯარებს პოლონეთში შეიყვანს, ან დრონებით პოლონეთის ინფრასტრუქტურას შეუტევს, მაშინ პოლონეთს შეუძლია ის გააკეთოს, რაც აქამდე მხოლოდ ერთ ქვეყანას გაუკეთებია, ნატოს წესდების მეხუთე მუხლი აამოქმედოს. ალბათ ნატოს ყველაზე ძირითადი პრინციპი, მეხუთე მუხლი, ამბობს, რომ ნატოს წევრ ქვეყანაზე ნებისმიერი შეიარაღებული თავდასხმა უნდა ჩაითვალოს ისე, თითქოს ეს ყველა წევრზე თავდასხმაა. ეს კი თავის მხრივ ავალდებულებს ყველა წევრს, რომ დაეხმარონ იმ ერთ წევრს, რომელსაც თავს დაესხნა. ამ მუხლის გამოყენება აშშ-ში დაიწყო 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შერაქტების შემდეგ, როდესაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრს დაესხნენ თავს და პოლონეთი შეიძლება იყოს შემდეგი და მეორე ქვეყანა, რომელიც ამ მუხლს გამოიყენებს. პუტინს ვერ შეუძლია თავდასხმა განახორციელოს არც სკანდინავიის და არც ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, რომელთა საზღვრებთანაც სამხედრო ინფრასტრუქტურას აშენებს. ეს ქვეყნები ასევე ნატოს წევრები არიან. რუსეთი ნატოსთვის მზად არ არის. პუტინი შეიძლება ისე იქცეოდეს, თითქოს მზადაა და ნატოში ზოგიერთები აშკარად ფრთხილობენ, რადგან პოლონეთის მიერ მეხუთე მუხლის ამოქმედება ევროპულ მასშტაბის ომს გამოიწვევს. მაგრამ როდესაც საქმე ეხება მხოლოდ რიცხვებსა და სამხედრო ერთიანობას, ნატო ლიდერობს, თუ ვივარაუდებთ, რომ აშშ თავის ვალდებულებებს შეასრულებს. ნატოს 32 წევრი ქვეყანა ერთად წლიურად მილიარდობით დოლარით მეც ხარჯავს თავდაცვაზე ვიდრე რუსეთი და მათ ის უპირატესობა აქვთ, რომ 4 წელზე მეტხანს მიმდინარე ომში არ არიან ჩართული, რაც მათ არ დაუღლია. თუ ნატო სრულ ძალას გამოიყენებს რუსეთის წინააღმდეგ, მაშინ მას 2,3 მილიონით მეტი ჯარისკაცი ეყოლება. დაახლოებით 5-ჯერ მეტი სამხედრო თვითმფრინავი, ფლოტი, რომელიც თითქმის 4-ჯერ აღემატება რუსეთისას, 2-ჯერ მეტი ძირითადი საბრძოლო ტანკი და დაახლოებით მილიონით მეტი ჯავშან ტექნიკა, ვიდრე რუსეთს. და გახსოვდეთ, უკრაინა მაინც იბრძოლებს, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრი არ არის, ასე რომ აშკარაა თანამშრომლობის პოტენციალი. ერთადერთი, რაც ნატოს სრულ დომინაციას უშლის ხელს, არის ამ ყველაფრის ევროპაში გადმოტანა. ლოგისტიკა ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ პოლონეთი საკმარისად ძლიერია, რომ თავისი პოზიციები შეინარჩუნოს მანამ, სანამ ნატო ორგანიზებას მოახერხებს. რა თქმა უნდა, ვარაუდობთ, რომ რუსეთის გეგმები პოლონეთის მიმართ სრულმასშტაბიან ომს გამოიწვევს. შეიძლება ასე არ იყოს. მაგრამ ეს გვიყვანს მესამე მიზეზთან, რატომაც პუტინის პოლონეთის პროვოკაცია მისი ყველაზე სულელური გადაწყვეტილება იქნებოდა. კალინინგრადის პრობლემასთან. ჩვენ ვახსენეთ ეს რუსეთის ექსკლავი, რომელიც პოლონეთს ესაზღვრება როგორც პოტენციური საწყისი წერტილი ნებისმიერი შეჭრისთვის, რომელსაც პუტინი გეგმავს. მართალია, ის შეიძლება ამისთვის გამოიყენონ, მაგრამ ერთი პრობლემა არსებობს. კალინინგრადი რუსეთის ძირითად ტერიტორიას მოწყვეტილია და ეს მას სამიზნედ აქცევს. თუ პოლონეთი და ნატო გადაწყვეტენ, პუტინს მიანიშნონ, რომ ისინი აღარ აპირებენ მის თამაშებში მონაწილეობას.
Telegraph-ი ავრცელებს ინფორმაციას ჰოლგერ ნოიმანის კომენტარებზე, რომელიც გერმანიის საჰაერო ძალების ხელმძღვანელია. ის ამბობს, რომ კალინინგრადი აშკარა სამიზნე იქნება თუ რუსეთი პოლონეთში რაიმეს ცდის, როგორც გაფრთხილება, რომ გერმანია ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს რუსეთის შეცრის შემთხვევაში. 2025 წლის ოქტომბერში ბენ ჰოჯესმა, რომელიც აშშ-ის არმიის ყოფილი სარდალია ევროპაში, განაცხადა, რომ ნატო ომის პირველ საათებში კალინინგრადს, ასევე რუსეთის მნიშვნელოვან ბაზებს, როგორიცაა სევასტოპოლი და ტირიმი, გაანადგურებდა. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმაც კი განაცხადა, რომ ნატოს აქვს შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში კალინინგრადში რუსეთის საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო ბაზები მიწასთან გაასწოროს. თუ ნატო ამ მუქარებს შეასრულებს, ეს მკაფიო გზავნილი იქნება. პოლონეთს ექსკლავის სახმელეთო შეჭრაც კი არ დასჭირდება. მას შეუძლია უბრალოდ მონაწილეობა მიიღოს საჰაერო ოპერაციაში, რომელიც კალინინგრადს გაანადგურებს და რუსეთს აიძულებს მხოლოდ ერთ ფრონტზე იბრძოლოს სახმელეთო ბრძოლაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩნდება კითხვა: რატო უნდა განიხილოს პუტინმა პოლონეთზე თავდასხმა ახლა? ეს ერთი შეხედვით აზრი არ აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა გავითვალისწინებთ პოლონეთისა და ნატოს შესაძლო პასუხებს და მიმდინარე ომს უკრაინაში. შესაძლოა ამ კითხვაზე პასუხი ისაა, რომ პუტინი ნატოს გამოცდას ცდილობს. რაც არ უნდა იყოს მოსალოდნელი თავდასხმა, ის შეიძლება იმდენად ზუსტად იყოს გათვლილი, რომ არც პოლონეთის მხრიდან სერიოზულ პასუხს გამოიწვევს და არც მეხუთე მუხლის ამოქმედებას. ამის ნაცვლად პუტინს შეიძლება უბრალოდ სურდეს ნახოს, რა მოხდება თუ ის ემოსინჯავს საზღვრებს, როგორც აქამდე არასდროს უცდია. და თუ ის მიიღებს იმ პასუხს, რაც სურს, მაგალითად იმ მოლაპარაკების სცენარს, რომელიც ადრე ვახსენეთ, ეს პუტინისთვის საკმარისად კარგი იქნება. ის შეძლებს პოლონეთის სუვერენიტეტის შერყევას და შეეცდება საფუძველი ჩაუყაროს დასავლეთის მხარდაჭერის შესუსტებას უკრაინის მიმართ. ეს პუტინისთვის უზარმაზარი რისკია და ეს გვაჩვენებს რაღაცას, რისი აღიარებაც რუსეთის პრეზიდენტს არ სურს. პუტინი სასოწარკვეთილია უკრაინაში რუსეთის მდგომარეობის გამო. ეს თავისთავად რისკია. სასოწარკვეთილი პუტინი საშიში პუტინია, რადგან რუსეთის ლიდერმა შეიძლება უკრაინაში ომის ესკალაცია ევროპულ მასშტაბებზე ერთადერთ გზად მიიჩნიოს, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. ლოგიკა აქ უცნაურად ჩანს, მაგრამ თავისებური აზრი აქვს. უკრაინის ომში ჩარჩენილი და სახლში პოპულარობის კლებას რომ უყურებს, პუტინის ბოლო მცდელობა შეიძლება იყოს ნატოს გახლეჩის მცდელობა. პოლონეთზე თავდასხმაზე რეაგირებაში განხეთქილება შეიძლება მისი გზა იყოს ამის მისაღწევად. თუ ნატო საპასუხო დარტყმებს განახორციელებს, დაიწყება შურისძიების ციკლი, რომელსაც პუტინი გამოიყენებს ნატოს რუსეთის მტრად წარმოსაჩენად, რითაც გაამყარებს იმ არგუმენტს, რომელსაც ის უკრაინაში შეჭრამდე დიდი ხმით ადრე აკენებდა. ნიშნულობა არ ექნებოდა იმას, რომ პუტინმა დაიწყო ეს ბრძოლა. ნიშნულოვანი ის იქნებოდა, შეძლებდა თუ არა პუტინი რუს ხალხისთვის ამ ბრძოლის აუცილებლობა ისე დაეჯერებინა, რომ საკმარის ხანს გააერთიანებინა ისინი საერთო საქმის გარშემო და სიცოცხლის დარჩენილი წლები პრეზიდენტად გაეტარებინა და არ გამოეძევებინათ ძალით. აი ასე გამოიყურება სასოწარკვეთა. პუტინის ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა პოლონური დათვის გაღიზიანება და ნატოს ალიანსის გაღვიძება, რომელიც აქამდე მხოლოდ შეკავებაზე იყო კონცენტრირებული. რუსეთის დასასრული შეიძლება პუტინის ძალაუფლების წყურვილის შედეგი იყოს, მაგრამ პუტინის მთელი სასოწარკვეთა გასაგებია, როცა უყურებ იმას, რაც ახლა ხდება რუსეთის შიგნით. რუსეთი თავად კრიზისშია, რადგან ზედმეტი ხარჯები და დამანგრეველი ეკონომიკური პრობლემები ზეწოლას ახდენს პუტინის პრეზიდენტობაზე. ამ ზეწოლის შემსუბუქება ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ფიქრობს პუტინი პოლონეთზე თავდასხმაზე და ამის შესახებ ყველაფერს გაიგებთ ჩვენს ვიდეოში. თუ ეს ვიდეო თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდა, კიდევ ბევრი მსგავსი ვიდეო გვაქვს თქვენთვის მომზადებული. გამოიწერეთ The Military Show და დაატკაპუნეთ შეტყობინების ზარზე, რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი შემდეგი ვიდეოები. მადლობა ყურებისთვის.